მოგესალმებით, მე ვარ არჩილ შაქირიშვილი, კლინიკა ვიტამედის პლასტიკური ქირურგი. მე მინდა დღეს ვისაუბროთ ძალიან ზოგადად ღია რინოპლასტიკაზე. ზოგადად რინოპლასტიკა ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. ღია რინოპლასტიკის უდაოპლიუსად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ქირურგს შესაძლებლობა აქვს ცხვირის მთლიანი სტრუქტურის ფართო ვიზუალიზაციის და ბევრად ფართოა სპექტრი ჩარევის ანუ ოპერაციის შესაძლებლობები ზოგადად არის ბევრად ფართო და შედეგიც მიიღება რამდენადმე მეტად სტაბილური. ძირითადად ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, თუმცა არსებობენ ქირურგები, რომლებიც დღესაც აკეთებენ ამ ოპერაციას ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ან ზოგადი სედაციით. ოპერაცია სტანდარტულად 2 საათიანია დაახლოებით, თუმცა რიგ შემთხვევებში, როდესაც ცოტა რთული შემთხვევებია, შეიძლება რამდენადმე დიდი ხანი გაგრძელდეს. რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს, მას არ ახასიათებს გამოხატული ტკივილები. ერთ-ერთ ყველაზე დიდ დისკომფორტად შეიძლება მივიჩნიოთ სუნთქვის შეზღუდვა, ტამპონები არის რა თქმა უნდა თანამედროვე ტამპონები სილიკონის, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რომ სუნთქვა ბოლომდე არ იყოს დახურული, მაგრამ რიგ შემთხვევებში სეპტოპლასტიკის დროს საჭირო ხდება ტრადიციული ტამპონების გამოყენება და ასეთ შემთხვევაში პაციენტს ამასთან დაკავშირებული დისკომფორტები აქვს. ტამპონების ამოღება ან ტრადიციულისას და სილიკონისაც ხდება ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე ზოგადად. ასევე ერთი კვირის თავზე ხდება თაბაშირის მოხსნას, თუ ასეთი არის, რა თქმა უნდა, დადებული და ნაკერების მოხსნაც. ამის შემდეგ პაციენტი გრძნობს რაღაც დონეზე შვებას და პროცესი სწრაფად მიდის უკან. ჰემატომები და გასიებები ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი ინტენსიური ფორმით ისინი გვხვდება პირველი 2 კვირის განმავლობაში. შემდგომ ეს ყველაფერი მიდის უკან და პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ახერხებს ოპერაციიდან დაახლოებით 3-4 კვირის თავზე. ეს იყო ძალიან ზოგადი მიმოხილვა რინოპლასტიკის და დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით კლინიკა ვიტამედს.